ანუ გავხდით ჩვენ კონვენციის წევრი ქვეყანა, შევუერთდით კონვენციას, გავრცელდა ჩვენზე სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქცია და ამ შემთხვევაში სტრასბურგი უკვე აკონტროლებს რამდენად ასრულებს ეროვნული სახელმწიფო, ეროვნული მთავრობა, ეროვნული სასამართლო აი ამ კონვენციის მოთხოვნებს. დიახ, და სტრასბურგის სასამართლოს დანიშნულება არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი. ისე იგი რას შეუძლია მას გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომელსაც იღებს ეროვნული სახელმწიფო. პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად იქნა დაცული ეს უფლებები და დაარღვია თუ არა კონკრეტულმა სახელმწიფომ ეს სასამართლო იქნება თუ სხვა კონკრეტული ადამიანის კონკრეტული უფლებები. მას შეუძლია აღიაროს ამ კონვენციის დარღვევა, რაც უკვე არის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ფაქტი. ეს იმას ნიშნავს, ეს არის დიდი მორალური კმაყოფილება მოქალაქისათვის, რომელმაც წლების განმავლობაში ვერ მიაღწია სიმართლეს თავის ქვეყანაში და ამჯერად უკვე საერთაშორისო ტრიბუნალი აცხადებს, რომ ის არის მართალი და სახელმწიფო არის მტყუანი. ეს უკვე ძალიან სერიოზული გამარჯვებაა. მაგრამ სტრასბურგი არ შემოიფარგლება ამით. იგი აკუთვნებს ამ კონვენციის დარღვევის მსხვერპლს, ესე იგი, ვისაც დაერღვა უფლებები და რაც უკვე დაადასტურა მან სამართლიან დაკმაყოფილებას. ეს რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება. ეს პირველ რიგში ეს არის მორალური ზიანის ანაზღაურება. იმის გამო, რომ მოქალაქე წლების განმავლობაში წვალობდა, დადიოდა ერთ ინსტანციიდან მეორე ინსტანციაში და ასე შემდეგ და ამას რა თქმა უნდა თან ახლავს უამრავი ემოცია, უამრავი წუხილი და ასე შემდეგ. აი ეს მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აკუთვნებს, ასე ვთქვათ, სამართლიან დაკმაყოფილებას. ეს არის გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელსაც მას შეუძლია მიიღოს. მეორე რიგში ეს არის აგრეთვე იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მან გასწია სასამართლო სამართალწარმოების მთელ ეტაპზე. ეს იქნება მიმართებაში თუ ეროვნულ სახელმწიფოში. ორივე დიახ, ის რაც მან გასწია საკუთარ ქვეყანაში, ეს ადვოკატის ხარჯი იქნება თუ სასამართლო ბაჟი, ყველაფერი და მათ შორის სტრასბურგის ხარჯი, რომელიც მას დასჭირდა და მესამე ეს შეიძლება იყოს იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც, რომელიც მოქალაქე მიიღო უფლებათა დარღვევის შედეგად. და ყოველთვის საუბარია იმ პირდაპირ ზარალზე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული უფლების დარღვევასთან და ეს როდის არსებობს მჭიდრო მიზეზობრივი კავშირი უფლების დარღვევასა და ასე ვთქვათ, ამ მატერიალურ ზარალს შორის. ანუ ქავტონელა თუ სწორად გავიგე, სტრასბურგის სასამართლო რეალურად ამოწმებს რა მთავრობის სასამართლოს მნიშვნელოვნად ხელისუფლების რომელ განშტოება დაარღვევს ადამიანის კონკრეტულ უფლებას. ამ შემთხვევაში ამოწმებს რა ამ კონკრეტული მოქალაქის კონკრეტული უფლების დარღვევის ფაქტის არსებობა არ არსებობას. გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ მორალური დატვირთვის მატარებელია, რომ ადამიანი დამნაშავედ გამოაცხადეს აქ და იქ სტრასბურგმა თქვა, რომ არ არის ეს დამნაშავე და მეორე ამ უფლების დარღვევისათვის აკუთვნებს მას კომპენსაციის სახით ფულად თანხას, თუ სწორად გავიგეთ. დიახ, ფულად თანხას, თუმცა არ მოიწურება ამით სტრასბურგის სასამართლოს გავლენა. სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მიდგომა ამ სფეროში არის ის, რომ თუ კი დადგინდება მოქალაქის უფლების დარღვევა, მოხდეს მისი უფლებების სრული აღდგენა და გამოიყენება სპეციალური ტერმინი restitutio in integrum. ანუ ნიშნავს, რომ სრულად უნდა მოხდეს ამ უფლებების restitutio in integrum ნიშნავს იმას, რომ თავიდან უნდა იქნას სამართალწარმოებაც. ეს გააჩნიეს ამ დროს სასამართლო იღებს დამატებით ღონისძიებებს. ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური ღონისძიება და ეს შეიძლება იყოს საერთო ხასიათის ღონისძიება. მაგალითად, ინდივიდუალური ღონისძიება შეიძლება იყოს იმ უფლების აღდგენა, რომელიც მას დაერღვა. იმიტომ რომ მორალური დაკმაყოფილება ერთია და იმის აღიარება, რომ მას დაერღვა უფლება, მაგრამ ამ უფლების დარღვევა შეიძლება გრძელდება და მას გაცილებით ესაჭიროება იმ უფლების აღდგენა. ხო, სწორია. ამიტომ შეიძლება იყოს ეს კონკრეტული მითითება გადაწყვეტილებაში ამ უფლების აღდგენის შესახებ. ანუ რეალურად მესამე ინსტრუმენტი ეს არის უკვე კონკრეტულ შემთხვევაში უფლების დარღვევის აღდგენის მოთხოვნა, არა მარტო მორალური, არა მარტო მატერიალური, არამედ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნა. ეს მესამე ინსტრუმენტია სტრასბურგის სასამართლოს ხელში.
და ასევე საერთო ხასიათის ღონისძიება, მაგალითად თუ გამოიკვეთა რომ ამ უფლების დარღვევა გამოიწვია არასწორმა სასამართლო პრაქტიკამ, ან ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ, ან საკუთრივ კანონის არსებობამ, უკვე საერთო ხასიათის ღონისძიება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს ევალება უკვე ასე ვთქვათ აღმოფხვრას ის მიზეზები, რომელმაც ამ უფლებების დარღვევა წარმოშვა და ამ თვალსაზრისით ამას უკვე პროფილაქტიკური დანიშნულებაც გააჩინა. თქვენი ცით მაგალითად ასანიძის საქმეზე სასამართლომ პირდაპირ მიუძითა, რომ ის უნდა დაუყოვნებლივ გათავისუფლებულიყო. ეს არის უკვე ინდივიდუალური ღონისძიების ძალიან ესეთი აშკარა მაგალითი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთ პირდაპირ მითითებას სასამართლო ყოველთვის არ ეძლევა, მაგრამ როდესაც საკითხი გადაეცემა უკვე განჩინება აღსასრულებლად მინისტრთა კომიტეტს, ის თვითონ არკვევს რა ინდივიდუალური თუ საერთო ხასიათის ღონისძიება უნდა იქნეს გატარებული იმისათვის, რომ უფლებებში აღდგენა მოხდეს სრულად. ასანიძის მაგალითთან დაკავშირებით ქალბატონო მე მიყვარს ეს მაგალითი, პოზიტიური მაგალითი, სასარგებლო მაგალითი, იმისათვის რომ ჩვენს მოქალაქეებს კონდეთ რწმენა მათ შორის სასამართლოს თავისი უფლების აღდგენისა. უბრალოდ ეს მაგალითი მე ნაკლებად მიზიდავს ხოლმე იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში არა მარტო მოქალაქე ითხოვდა მისი დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებაც ითხოვდა, ცენტრალური ხელისუფლებაც ითხოვდა და ამ შემთხვევაში გაადვილებული იყო ამ პიროვნების უფლების აღდგენა, იმიტომ რომ თქვენიც ცნობილი შემთხვევა რეგიონში იყო დაპატიმრებული ერთ საქართველოს რეგიონში და შესაბამისად ცენტრალური ხელისუფლებას და მოქალაქეც ერთნაირ პოზიციაზე იყო. თავარ და საინტერესო სწორედ ის შემთხვევებია, როცა ხელისუფლებისგან იდევნება მოქალაქე, ხელისუფლებისგან ირღვევა მისი უფლება და შესაბამისად მოქალაქე დაძლევს აი ამ ხელისუფლების ძალმომრეობას მოქალაქეს მიმართ. ამიტომაც ასანიძის მაგალითი მე ხშირად მომყავს და სასარგებლო მაგალითია, მაგრამ განზოგადოებისთვის არ მომწონს, იმიტომ რომ ხელისუფლება და მოქალაქე ერთად იგივე პოზიციაზე იყო. კეთილი. ამას სხვა მაგალითებსაც დაუბრუნდებით. მაინც მივყვეთ ჩვენს გადაცემას ქალბატონო, რომ ეტაპ მოქალაქეებს გავაგებიოთ თქვათ რა დანიშნულება აქვს სტრასბურგის სასამართლოს, თქვენ ახლა ძალიან კარგად ახსენეთ, რა სარგებელი შეიძლება გამოიხატოს სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებაში და ეს 4 მნიშვნელოვანი სარგებელი მე კიდევ ერთხელ მინდა ტელემაყურებელს გავუმახვილო ყურადღება, ეს არის მორალური კომპენსაცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ დამნაშავე ცნობილი იქნება უდანაშაულო და მორალური ზიანის ანაზღაურება უფლება წარმოეშვება მას, მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც უამრავ ხარჯებში, ციხეში ყოფნაში და მატერიალური ზიანი მარტო ციხეში ყოფნით არ გაიზომება, ბევრი სხვა კომპონენტით ითვლება მიყენებული მატერიალური ზიანი. მესამე, რომ თუ ინდივიდუალურ ზომას მიმართავს სტრასბურგის სასამართლო, ამ შემთხვევაში შეიძლება მათ შორის იყოს მოთხოვნა, როგორც ასანიძეზე იყო, რომ გაანთავისუფლე ან დაუბრუნე წართმეული ქონება, ეს ინდივიდუალურია. თუ საერთო ხასიათის არის ეს უკვე იყოს მოთხოვნა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს აქ პრაქტიკაში შეცვალე კანონი პარლამენტის მიმართ მოწოდების სახით და სავალდებულო შესრულებად, ასევე ანუ საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტია სტრასბურგის სასამართლოს. მე მინდა დავაბძინო, თუ შეიძლება, რომ ესე იგი სტრასბურგის სასამართლოს მიზანი არის ერთის მხრივ კონკრეტული ადამიანის უფლებების დაცვა და მეორეს მხრივ სწორედ აი ამ ადამიანის უფლებების დაცვით საერთო ვითარების გაჯანსაღება, რომ ნელ-ნელა მოახდინოს ჰარმონიზაცია მოცემულ სახელმწიფოში, თქვათ ურთიერთობისა ადამიანისა და სახელმწიფოსი პრაქტიკისა და თეორიისა, ასე თქვათ და ნელ-ნელა მოხდეს ამ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების დამკვიდრება. ეს არის თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გამოქონდა გაწყვეტილებები თავისუფლების აღკვეთის ადგილებთან დაკავშირებით. და მე თურქეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ მთელი რიგი ფული დაეხარჯა და მთელი რიგი ღონისძიებების მიემართა, რომ საპატიმრო ადგილებში პატიმრების მდგომარეობა გაეუმჯობესებია. ანუ ნუ ვიფიქრებთ ასეთნაირად, რომ ეს წვეთად მიღებული გაწყვეტილებები საბოლოო ჯამში არ შეცვლის სურათს. დიახაც შეცვლის სურათს და ჩვენი მეზობელი ძალიან ძლიერი თურქეთის რესპუბლიკა ამის კონკრეტული მაგალითია. რა თქმა უნდა. ქალბატონო, ჩვენს მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში აქვს არასწორი ინფორმაცია, თქვათ, მათი საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და გონიათ მათ შორის ზოგიერთი ჩვენი კოლეგა არაპატიოსანი იურისტიც ხშირ შემთხვევაში აჩვენებს სარეგისტრაციო ნომერს, რომ აი სტრასბურგის სასამართლომ თქვენი საჩივარი მიიღო წარმოებაში და აი გიხაროდეთ, რა ქვია, თქვენი საჩივარი უკვე გაიარა დასაშვების ეტაპი. თუ შეიძლება აუხსნათ ტელემაყურებელს დასაშვების ეტაპი
რას ნიშნავს? ეს სარეგისტრაციო ნომერია თუ კიდე სხვა პროცედურებია, რომელიც უფრო რთულია რა თქმა უნდა, არა, ის რასაც თქვენ ბრძანებთ სარეგისტრაციო ნომრის მიცემა, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საჩივარი შევიდა სასამართლოში და მას წაიკითხავენ. მაგრამ ეს არ არის მისაღებობა, რა თქმა უნდა. ეს არის უბრალოდ საჩივრის წარდგენა სასამართლოში. და ის კანცელარია აკეთებს ნებისმიერ შევიდა და თქვა აითვლება ვადა, რომ ნამდვილად შევიდა და არ არის დარღვეული, თქვა ის 6 თვიანი ვადა, რომელიც არის აუცილებელი.